მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვიდით თქვენთან მურიგი საჯარო გაშლით და დღეს მინდა საჯარო გაშლა გავაკეთო ჩვენი ერთ-ერთი ერთგული მსმენელის თხოვნით კომენტარებში დამიწერა და მთხოვა რომ მე მგონი ბოლოს წინა გაშლაზე დამიკომენტარა, რომ გამეკეთებინა ესეთი გაშლა რა ელის იმ ადამიანს რომელზეც არის მაგიური ზემოქმედება. ეგრეთ წოდებული ჯადო, რასაც ხალხში ეძახიან ხოლმე, ხო? მე არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მასე გამოვიყენოთ კი ბატონო, რომ უფრო გასაგები იყოს. ხოთა შორის თქვენ შეგიძლიათ ხოლმე, რომ კომენტარებში სასურველი გაშლის ვარიანტები დამიწეროთ და მე შეიძლება ესე შევარჩიო და კიდევაც თუ რა თქმა უნდა თემატურად ემთხვევა ჩვენი გაშლის ფორმატებს, რა თქმა უნდა გავაკეთებ ხოლმე თქვენი თხოვნითაც გაშლებს. მაშასე გაშლაში გვექნება სამი ვარიანტი, როგორც ხედავთ, აი აქ სამი გვაქვს მინერალი შეერჩიეთ ერთ-ერთი, ფირუზია, ამეთვისტო და გვაქვს სპირიტი, სამიდან ერთ-ერთი აირჩიეთ და ვნახოთ რა ელის იმ ადამიანს, ვიზეც არის მაგიური ზემოქმედება. მე მოგცემთ ცოტა დროს, რომ შეარჩიოთ მინერალი, განეწყოთ გაშლისთვის და შეგიძლიათ სხვადასხვა მინერალზე სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ, რა თქმა უნდა. და აქვე შეგახსენეთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ მომწერეთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 5111318 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშასე მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენი გაშლა, დავიწყოთ ამეთვისტოთი და ვნახოთ რა ელის იმ ადამიანს, რომელიც ახლა მაგიური ზემოქმედების, ანუ ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. აი ესე ვნახოთ. აქვე შეგახსენებთ თქვენ, ვინც აირჩიეთ ამეთვისტო, რომ ეს არის საჯარო გაშლა და თან მით უმეტეს ძალიან სენსიტიურ თემაზე და რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით არ ვღებულობთ, ეს არის უბრალოდ საჯარო გაშლა, უბრალოდ მინიშნება და სულ ვამბობ ყოველთვის, რომ თუ გაშლა 90-100%-ით რეზონირებს, ეს ნიშნავს, მით უმეტეს ამ გაშლაში, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს სჭირდება დიაგნოსტიკა, ენერგეტიკის დიაგნოსტიკა, გაშლა და ასე შემდეგ, არა ენერგეტიკის დიაგნოსტიკა. ხოლო საჯარო გაშლით გადაწყვეტილებებს მიიღებთ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგავთ და ნურს პანიკაში ჩავარდებით. მაშასე, ვინც აირჩია ამეთვისტო. რა ელის იმ ადამიანს, ვინც так, ой დედა. ამეთვისტო ვინც აირჩიეთ. როგორც ჩანს, აქ საკმაოდ ძლიერი მაგიური ზემოქმედება არის, ადამიანზე საკმაოდ ძლიერი. ხვდებით ალბათ იმედია, რომ ეს ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, რომ როდესაც სვავთ ესეთ კითხვას, რომ რა ელის იმ ადამიანს, ვიზეც მას სანთელიც ჩაქრა. მე ხა დავაპაუზებ აუცილებლად და სანთელს ავანთებ და გავაგრძელებ ისე გაშლას. აი ესე სანთელიც ავანთე, მოკლედ. იმედი არ მჭირდება იმის თქმა, რომ ეს გაშლა, ამ გაშლას უნდა ყურისიეთ ადამიანმა, ვინც იცის, რომ მასზე, ან ვინც ყავს ჩაფიქრებული საკუთარი თავია თუ პარტნიორი თუ ვიღაც სხვა პიროვნება, რომ მასზე ნამდვილად არის ამ დიაგნოსტირება უკვე გაკეთებულია, ან რაღაცა ინფორმაცია აქვს, მოკლედ ამის შესახებ, ხო? რა ელის ამ ადამიანს? საჯარო გაშლა თან რამდენიმე ვარიანტზე და ძალიან მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ საკმაოდ საფრთხილო თემა არის. არაფერი კარგი. თუ ეს ადამიანი ამ ენერგიებით აგრძელებს ცხოვრებას, რამდენიმე ხანსაც გააგრძელებს ამ ცხოვრებას, აქ არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ენერგეტიკა ფაქტიურად გაჩერებულია. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, როცა ხსნი, რომ ადამიანის ენერგეტიკა უნდა იყოს როგორც ანკარა წყარო, ხო? უნდა მოჩუქჩუქებდეს, უნდა მუდმივად მოძრაობდეს, უნდა იყოს გამჭვირვალე, ხო? და სულ მოძრაობაში უნდა იყოს. აქ ენერგია ფაქტიურად დაჭაობებულია. შეიძლება აქ არის, არ ვიცი, რაიმე ესეთი
შეიძლება იყოს საგვარეულო წყევლა, შეიძლება იყოს რაღაცა, მოკლედ რაღაცა ესეთი დიდი მასშტაბური ამბავი არის გაკეთებული და საკმაოდ სერიოზული ნეგატიური ამბები შეიძლება წავიდეს აქ. წესით უკვე დაწყებული უნდა იყოს. აი ამ სამი არკანით ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, ხო? იმიტომ რომ მე არ მინდა ახლა ძალიან ესეთი აი აქ ფაქტიურად გვიჩვენებს, რომ საკმაოდ სერიოზული ზემოქმედება არის ამ ადამიანზე გაკეთებული და შედეგებიც ძალიან სავალალო და სერიოზული იქნება, იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, რომელშიც ყველაფერი იყინება, სადაც ყველაფერი ჩერდება, აქ შევა დაკარგოს ადამიანმა სამსახური, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, მოკლედ ყველაფერი, ხო? ეს ადამიანი ახლა ენერგეტიკულად არის გაჩერებული, ამიტომ მის ცხოვრებაშიც ყველაფერი გაჩერდა, ყველანაირად არის ჩიხურ მდგომარეობაში შესული, არის საკმაოდ პრობლემატური და ჩვენ კითხვაზე რა კითხვაც გვაქვს ჩვენ რა ელის ადამიანს ამ ადამიანს ახლა ამ პასუხებით მაქსიმალურად ვცდილობ რომ მასთან, მაგრამ არაფერი კარგი, იმიტომ რომ გაშლა გვიჩვენებს რომ ენერგეტიკა ძალიან მძიმეა. ახლა აი ამითი დაყრდნობა არ შეიძლება, აქ უნდა გაკეთდეს უპირობოდ დიაგნოსტიკა თუ არ არის გაკეთებული. თუ ამ ადამიანს არ გაუკეთებთ, თქვათ, არ ვიცი, ხო? ბუნებრივია გაქვთ შეკითხვა. დაუტოვეთ ეს ყველაფერი, არ ხსნით, არ წმინდავთ რა ელის ამ ადამიანს. ამ ადამიანზე ზემოქმედება გაგრძელდება, იქნება გაგრძელებული ზემოქმედება, რა თქმა უნდა, და პლუს ამას, არ ვიცი, შეიძლება უკვე შეცვლილიც არის, უნდა იყოს შეცვლილი, შეიძლება არა. ამ ადამიანის ხასიათი, აგრესია, ძალიან ძლიერი აგრესია, მოკლედ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები, არა, აქ მთლიანი დაჭაობებული, აქ საუბარი ზედმეტია ახლა რაღაცაზე. მოკლედ და კონკრეტულად შეიძლება ვთქვათ, რომ აქ კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. თან უახლოეს მომავალში. ასეთ ამბავს გვიჩვენებს აქ პირველ ვარიანტში. მე აქ არც გავაგრძელებ, იმიტომ რომ რაც მეც ვამატებ, ვით უფრო მძიმე სურათი გამოდის აქ. ამიტომ არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ, თუ ასე დარჩება ეს ადამიანი, არ ვიცი, უპატრონოთ თუ როგორც გეთისა დარქვით, მოკლედ თუ ამ ენერგიებში დარჩა, კარგს არაფერს არ ველოდოთ. პირიტი ვინც აირჩიეთ, ვნახოთ რა ელის იმ ადამიანს, ვინცაც მაგიური ზემოქმედება აქვს, ხო, ეგრეთ წოდებული ჯადო, ვინც მაგიური ნეგატიური პროგრამების, ენერგეტიკული პროგრამების გავლენის ქვეშ არის. პირიტი ვინც აირჩია. აქ როგორც ჩანს, პირადზე არის ნამუშევარი, კი ბატონო, აქ ადამიანი წასული უნდა იყოს. პირადზე არის ნამუშევარი, ეს იქნება გზაჯვარედინების, შიშები აქ დამართული, შიშები, ფორი აქ, სტრესი უკვე დამართული აქ ამ ადამიანს. ღამით განსაკუთრებით პრობლემატურია. ნამუშევარი აქ უფრო მეტად შეიძლება იყოს ესე ვთქვათ, მოდი გზაჯვარედინებზე, აქ სახლშიც უნდა იყოს მოძებნილი, აქ ოჯახზეც არის გაკეთებული, ამიტომ სახლშიც უნდა იყოს, აქ მხოლოდ ამ ადამიანზე არ არის ნამუშევარი და უნდა იყოს გაკეთებული წესით სახლშიც, ანუ რამდენიმე ოჯახის წევრებზეც შეიძლება იყოს აქ, ხო, წყვილზე შეიძლება ნამუშევარი, მოდი უფრო ესე ვთქვათ. დავიზაფრებით მეორე ვარიანტებსაც გეტყვით, ხო? ეს გაშლა საჯაროა, ძალიან სენსიტიური და საფრთხილო თემა არის, არ ვიყრდნობით მხოლოდ საჯარო გაშლას. არავითარ შემთხვევაში დასკვნებს ნუ ვაკეთებთ და გულს ნუ გავიხეთქავთ, ხო? იმიტომ რომ მაინც არის საჯარო გაშლა და ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ეს სულაც არ ეხება ამ ადამიანს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პირადი კონსულტაციით ვაკეთებთ დასკვნებს. კარგი, თუ დავტოვეთ ამ ენერგიებში, რა ხდება მაშინ აქ? შიშები, შინაგანი შიშები, შფოთვები, აქ შეიძლება სახლში მოbrunების, სახლში მოსვლის პრობლემები ქონდეს, არ უნდადეს ხოლმე მოსვლა, ფინანსური პრობლემებიც შეიძლება იყოს, აქ თითქოს იცით ფინანსური პრობლემებითაც, სასმელი, ყველაფერი ერთად აქვს აქ. და პირადზე, ხო, აქ პირადზე წყვილზე არის ნამუშევარი.
აქ პერიოდზე წყვილზე ან ოჯახზე არის ნამუშევარი გაკეთებული, დიდი ალბათობით არის გზაჯვარედინზეც რაღაცეები სახლში, იმიტომ რომ წყვილზე, ოჯახზე, აქ ერთ ადამიანზე არის ხო არის, რომ მაგალითად კონკრეტულად ერთ პიროვნებაზე აკეთებენ ხოლმე. აქ არა, აქ საზიარო არის გაკეთებული, საზიარო, ანუ როდესაც ორი ან მეტ ადამიანზე ერთდროულად მუშაობენ, ხო, მაგალითად თუ წყვილზე ორ ადამიანზეა, თუ მთელ ოჯახზე აკეთებენ, რამდენი ოჯახის წევრიც არის და ასე შემდეგ. აქ ესეთი ამბავი არის. ამიტომ თუ ამ ენერგიებში რჩება ეს ადამიანი, წყვილი აქ ერთმნიშვნელოვნად ერთად ვერ იქნება და შიშები, შფოთვები, სასმელი, галлюცინაციები, ну აი ესეთი რაღაცები შეიძლება იყოს, რაც აი არაფრთიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება იმართებოდეს ხოლმე, შეიძლება იქ თქვა რაღაც აკრძალულ ნივთიერებებსაც ეტანება უკვე ну სასმელიც გვიჩანს აქ შიშები, ძალიან ბევრი შიშები არის აქ. თავის-თავში ჩაკეტვა, აქაც ემოციური, ну იცით რა არის ზოგადად ემოცია, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, აზარტული თამაშები, ხო, ну აქ გასაგებია. რატომაც აჩვენებს ესე მაგიის ტიპს, რა ტიპსაც გვიჩვენებს იმის მიხედვით განლაგდა უკვე რა შედეგები შეიძლება დაიდოს და მოკლედ ესეთი ამბავი არის აქ. ძალიან ვფრთხილობ, ძალიან მოკლედ ვამბობ, იმიტომ რომ კიდევ 100-ჯერ გავიმეორებ. შეიძლება მოგბეზდეთ კიდევაც, მაგრამ 100-ჯერ გავიმეორებ. ძალიან სენსიტიური და საფრთხილო თემა არის და გაშლა არის, მაგრამ ნუ აი ესე ხო, უნდა გავიგოთ მხოლოდ და მხოლოდ პირადი კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ დაასხოთ კონკრეტულად თქვენზე რომ გეცოდინებათ, რომ ნამდვილად ესე არის ამ ადამიანთან თუ არა. ისე დასკვნას ნუ გააკეთებთ და ნორცკობს გაიხედავთ. აქ ერთ ადამიანზე არ არის ნამუშევარი, აქ წყვილზე არის ნამუშევარი, აქ წყვილი ერთად ვერ იქნება. თუ ესე დატოვებთ ყველაფერს, წყვილი ერთად თავისთავად ვერ იქნება. ახლა ამასაც ჭირდება ზედმეტი გაშლა, ხო? და ბოლოს გადავიდეთ ფირუზი. ნახოთ ფირუზი ვინც აირჩიეთ. რა ელოდება იმ ადამიანს, ვიზეც არის მაგიური ზემოქმედება. ხო, თავისთავად არის აქაც, მაგივრზე მოქმედება ნამდვილად არის. აქ სახეცვლილი არის თავიდან ბოლომდე ადამიანი აბსოლუტურად შეცვლილია, როგორც სადა დედამიწა. აბსოლუტურ მორჩილებაშია. აბსოლუტურ მორჩილებაში არის, ну აქ რაღაცა მიღებულიც აქ ამ ადამიანს. მაგის ტიპს თუ შევხედავთ, ანუ როგორ მოხდა ზემოქმედება, ხო არის ზურათი დაკეთება ზემოქმედებას, არის რაღაცას ასმევენ ტანსაცმელს და 1000 რაღაცა ხა აქ ჩამოწვა ძალიან შორს წაგვიყვანს და აბსოლუტურად არის სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ. მთლიანად შეცვლილი არის ადამიანი კარდინალურად, როგორც სადა დედამიწა განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელსაც თქვენ იცნობდით. კარგით, რას უნდა ველოდოთ აქ, რას ველოდებით, ხო, ამ ენერგიებით თუ გააგრძელოთ ცხოვრება, რას უნდა ველოდოთ, რა ელოდება მას. ოხ, გამივარდა რაუშოს. ასეთ შემთხვევაში, ну სრული კონტროლი, ტოტალური კონტროლი. თქვენი კონტროლიდან გავა ეს ადამიანი, ну რა თქმა უნდა, მე ახლა აქ კონტროლში გულისხმობ, ну ჯანსაღ კონტროლს ხო თქვენი მხრიდან ალბათ, მაგრამ აბსოლუტურად უკონტროლო ხდება აქ ადამიანი და მთელი ძალაუფლება, მთელი კონტროლი ექნება იმ ადამიანს, ვინც მას გაუკეთ, ანუ შეძლებს გააკეთოს ხო. მართვადი იქნება, ძალიან მარტივად მართვადი იქნება. ჯერ კიდე ისეთი მართვადი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეცვლილია, ხო, და ვერცნობთ, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია თქვათ, რომ ეს ყვავილებია, იმიტომ რომ მთლიანად გადავა სხვა ადამიანის, ანუ ვინც მასზე ზემოქმედებს, მთლიანად გადავა იმ ადამიანის კონტროლის ქვეშ. ანუ საკუთარ თავს დაკარგავს, ხო, საკუთარ მეს დაკარგავს, საკუთარ თავს დაკარგავს. და ნუ მე ახლა ამ კაცს პასუხი აღარ უნდა მოეთხოვოს, იმიტომ რომ ის უკვე ის აღარ იქნება, ვისაც თქვათ თქვენ იცნობდით.
აი ესე, აქაც მესამე ვარიანტში, აქაც იგივეს ვამბობ, ხო, ფირუზი ვინც აირჩია. ძალიან მოკლედ ვამბობ, ძალიან საფრთხილო და ესეთი თემა არის, ხო, სენსიტიური თემა არის, რაზეც მე ხა გაშლა გავაკეთე და ძალიან მოკლედ მინდოდა მე თქვა და მელაპარაკა ამაზე და მხოლოდ საჯარო გაშლით პანიკაში ჩავარდებით. რა თქმა უნდა, როცა ასეთ რაღაცას აჩვენებს, ასურველი არ იყოს პირადი კონსულტაცია, დიაგნოსტიკა აუცილებლად უნდა ინახოს, რა ხდება, თუ არ გაქვთ გაკეთებული, ვინც იცით რომ გაკეთებულია, რა თქმა უნდა, ნუ ეხა ასეთ მდგომარეობაში როცა არიან ადამიანები, სხვა რა უნდა ურჩიო, რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს და მოშორდეს ეს ყველაფერი. მადლობა ყველას. ვისაც გჭირდებოდათ ეს გაშლა, იმედია დაგეხმარებათ რაღაცაში და აბსოლუტურად ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემ არხზე, თითოეულ გამომწერს, სტუმრებსაც ვინც შემოისერნებთ ხოლმე ჩემს არხზე და ყველას აქტიურობისთვის უდიდესი მადლობა. ვინც აქტიურობთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიმშვიდეს და კეთილდღეობას გისურვებთ.